ზაფხული ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. სწორედ ამიტომ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ დაიწყო საინფორმაციო კამპანია. ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება და თუ რას გულისხმობს ის ჩვენი ჟურნალისტი ბარბარე დონჯაშვილი გვეტყვის. ყოველ წელს არის აი ეს წესები უფრო გასააქტიურებელი, გასამკაცრებელი. ნამდვილად, იმიტომ რომ ყოველ წელს ერთი და იგივე სცენარს ვადევნებთ თვალყურს. მოდით ვნახოთ რაც გვეტყვის ბარბარე. დილამშვიდობის და მოგესალმებით. ზაფხულის აქტიურ ფაზაში შესვლასთან ერთად იმატებს ჰაერის ტემპერატურა, რაც ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. ამიტომ საჭიროა როგორც მოსახლეობის, ისე ტურისტების ინფორმირება. სწორედ ამ კუთხით ეროვნული სატყეო სააგენტოს მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული აქვს საინფორმაციო ბანერები, რომელიც დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ტყეში ქცევის წესების შესახებ. დამატებული არის QR კოდი, რომლის დასკანირების შემთხვევაშიც ჩვენ დამატებით ინფორმაციას მივიღებთ. უფრო დეტალურად თუ რა წერია ამ ბანერზე და რას ვკითხულობთ QR კოდში, ჩვენ გავესაუბრებით ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელს. დილამშვიდობისა. რომ გითხრათ, რა უნდა გავითვალისწინოთ ადამიანებმა, რომლებსაც გსურს ბუნებაში გასვლა. დილამშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხით დაინტერესებისთვის. ამ კამპანიას ეროვნულ სატყეო სააგენტო უკვე წლები აწარმოებს, როგორც აღნიშნეთ, დავამატეთ QR კოდი, რომელიც გვაძლევს დეტალურ ინფორმაციას ტყეში კოცონის დანთების წესებთან დაკავშირებით. ჩვენთვის რაც არის მნიშვნელოვანი, გვინდა რომ თითოეულ მოსახლემდე, მათ შორის ტურისტამდე მივიტანოთ ის ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანია ტყეში ცეცხლის დანთების წესებთან დაკავშირებით, რათა მინიმალურამდე დავიყვანოთ ის რისკი, რამაც შეიძლება წამოშვას ტყის ხანძრები. ჩვენ შემთხვევაში ახლა რასაც ყურადღებას ვაქცევთ მაქსიმალურად ეს არის, როდესაც მივდივართ პიკნიკზე, კოცონის დასანთები ადგილმა შევარჩიოთ სწორად, იმიტომ რომ მინიმალურამდე დავიყვანოთ ის რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტყის ხანძრები. ეს არის ტერიტორია მაგალითად, სადაც კოცონს ჩვენ ვანთებთ, არ შეიძლება კოცონის დანთება იმ ადგილებში, სადაც ხეების ვარჯის ქვეშ, სადაც ტოტები დაბალზე არის, ასევე არ შეიძლება იქ, სადაც წიწვოვანი მოზარდაღმანაცემი არის დიდი რაოდენობით, სადაც დიდი რაოდენობით ზედნაყარი ხდება და ასე შემდეგ ვინაიდან აქ ცეცხლის დანთებამ შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი პროცესი და მივიღოთ უზარმაზარი მასშტაბის ტყის ხანძრები. ამიტომ, სადაც მივალთ გარდა ასეთი ტერიტორიებისა, უნდა ვიხელმძღვანელოთ შემდეგი პრინციპებით. კოცონის დასანთება ადგილზე მეტრ-ნახევრიდან დაახლოებით 3 მეტრის რადიუსამდე უნდა გავასუფთავოთ ტერიტორია მთლიანად, ბალახეულისგან, ასევე ძირნაყარისგან და გამოვიყენოთ ხმელი ფიჩხი, რომ თან გქონდეს დაბალი ცეცხლი, რაც შეიძლება რომ არ მიიღოს, ანუ ამ კონცოც არ გქონდეს რაღაც უზარმაზარი მასშტაბები. ამის შემდეგ აუცილებელია კოცონი ჩავაქროთ ბოლომდე, დაველოდოთ იმას, რომ არ დარჩეს იქ ნარკვეთშხალი, არ დარჩეს იქ იმისი რისკი, მინიმალური მაინც რომ ქარმა გააღვივოს და ამით მივიღოთ მასშტაბური ხანძრები. წელს უკვე 24 შემთხვევა ჰქონდა ტყის ხანძრის, დაახლოებით 240 ჰექტარამდე არის დაზიანებული, მაგრამ ეს არ იყო მასშტაბური ხანძრები, საბედნიეროდ. ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებ კიდევ ერთხელ, ასევე ტურისტებს, მაქსიმალურად დავიცვათ ტყეში უსაფრთხოების წესები, მაქსიმალურად გაუვრცელოთ ბუნებას და საპიკნიკეთ შევარჩიოთ ისეთი ადგილები, გარდა ჩვენს მიერ გამოყოფილი ადგილებისა, სადაც მინიმალურამდე იქნება დაყვანილი ისევ და ისევ ეს რისკი, რომ არ მოხდეს ის მასშტაბური ხანძრები, რაც სამწუხაროდ საქართველოსთვის, ამ მთელი მსოფლიოსთვის უკვე აღარ წარმოადგენს რაღაც განსაკუთრებული იშვიათობას. და რომელი რეგიონები შეიცავს ყველაზე მეტად ხანძრის გაჩენის რისკს? გამოყოფილი ასე ცალკე რეგიონი არ არსებობს, იმიტომ რომ სადაც ტურისტების რაოდენობა დიდი არის, ყველგან შეიძლება ეს რისკი მოხდეს, იმიტომ რომ შესაძლებელია ერთმა მარტივმა დაუდევრობამაც კი გამოიწვიოს რაღაც კატასტროფული შედეგი. აქ მარტო ტურისტებზე არ არის ლაპარაკი, ასევე ადგილობრივ მოსახლეობაზე, ასევე მეჯოგებს და ასე შემდეგ. თითოეულ ჩვენთაგანი მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეს და მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ის წესები ტყეში ცეცხლის დანთებასთან დაკავშირებით, რათა მინიმუმად დავიყვანოთ ეს ინფორმაცია. განსაკუთრებით ახლა როგორც ყველასთვის ცნობილია, ტყის ხანძრები ყველაზე მასშტაბურად ხდება ხოლმე სამწუხაროდ სამსაჯავახეთში, ასევე კახეთის რეგიონის ტერიტორიას. და უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში რას ითვალისწინებს კანონი, როგორი არის ჯარიმები? უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ სამართალდაღუპულთა კოდექსი ითვალისწინებს 300-500 ლაროვანი ჯარიმას, ხოლო სხვა შემთხვევებში შესაძლებელია 4-დან 8 წლამდე დადგეს ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც. ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. ასე რომ უახლოეს დღეებში თუ გეგმავთ ბუნებაში გასვლას, იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ ხანძრის გაჩენის რისკი, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის რჩევები, რაც ახლა ჩვენ
ვისაუბრეთ, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცეცხლი უნდა დავართოთ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, უნდა დავწმუნდეთ, ჩავაქრეთ თუ არა კოცონი და არ უნდა დავტოვოთ საწვავი მასალები და ნარჩენები. მე ახლა დაგემშვიდობებით, წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა ბარბარეს, ძალიან მნიშვნელოვანი ჩართვისთვის. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეს სახანძრო უსაფრთხოება, გაუფრთხილდეთ გარემოს, რადგან ტემპერატურა მაღალია და ალბათობაც იმის მაღალია, რომ ხანძარი ძალიან მარტივად გაჩნდეს. და ალბათობა იმისაც ძალიან მაღალია, რომ ამ სიცხეში ყველას უნდა ბუნებაში გასვლა, გაგრილება, მაგრამ აუცილებლად უნდა დაიჭირონ თადარიგი და დაუშვათ მოუფრთხილდეთ თავის თავსაც, ბუნებასაც, რომ თავიდან დაიცილონ ესეთი